ოზურგეთელები რჩეული საპრეზიდენტო კანდიდატის დასახელებას ჯერჯერობით თავს არიდებენ, თუმცა 27 ოქტომბრის შემდეგ ქვეყანაში ცვლილებების იმედი აქვთ. სწორედ ამ თემაზე გვექნება საუბარი ხვალ თოქ-შოუში თქვენთან ერთად. საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, თუმცა უფრო და უფრო დიდი დრო გადის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ. შეიცვალა თუ არა რაიმე ქვეყანაში, ამაზე ოზურგეთელებს თავისი აზრი აქვთ. თუ მივაქცევთ ყურადღებას რა საქართველოში დღეს რა სიტუაცია არის, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ არ არის გამოკვეთილი, მაგრამ აშკარად იგრძნობა, რომ საქართველოში ყველას მოუწევს პასუხისმგებლობა იმის აქციელზე, იმის მოქმედებაზე, რაც მათ ჩაიდინენ ქართველი ხალხისა და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. სანამ ნაციონალები გეყოლება, აფერი დადებითი არ იქნება, შემოვიძია. იმას უყურებთ არის ყველაფერი, რაც იყო აქამდე. უყურებთ და მიდის, მაგრამ ჯერჯერობით არის კიდევ ამოსაცოლებელი ზარმები, ლახმარება უნდა ხალხს მეტი და რა არ მომწონდა ქართველ ხალხს უფრო ახლოს გვერდში დაუდგეს უნდა ერთმა. შეიძლება ზოგმა ცუდი გააკეთოს ზოგმა, მაგრამ ერთმანეთ უნდა გამოვასწოროთ ჩვენ თვითონ ესევლი. ეს ნიშნავს, რომ გვერდში თანადგომა უნდა გქონდეთ მეტი და მეტი სხვანაირად უნდა მოექცენ ქვეყანას, ასე არ შეიძლება. ჯერჯერობით საპრეზიდენტო კანდიდატებზე თავიანთი აზრის დაფიქსირებისგან თავს იგავებენ. რაც არ უნდა იყოს, მაინც გაიმარჯვოს, ღირსეული ვინც იქნება ხალხი, ბრძენია შველო. ხალხს არაფერი არ გამოეპარება, იტყვის ხალხი მის სიტყვას. კაცი საფერი არ ვიცი, საპრეზიდენტო კანდიდატის რას ვერევი ახლა მე პოლიტიკაში მივარაგე რა, სტაიანჯიკი ეს ჯოხს გეიქნება კიდე გამევიქნები კიდევსიო. არგველაშვილი, კაიგაცია ურჯანაძე, აი ხალია გამოცილია და რა ვიცი, ყველა კარგია. რომელიც მოხდება სათავეში ძალიან კარგი იქნება. რაც შეეხება პრობლემებს, რომლებიც არ იცვლება. ვაუჩერები დარიგდა და ზოგზე 100 ლარი და ზოგზე 500, მეც გექტარი და 2000 მაქვს მიწა და მე 100 ლარი მომცეს და მე იმისთვის რა მნიშვნელობა ქონდა პოზიცია ოპოზიციას. მთავრობა წინა ხელისუფლება რომ მოვიდა, იმარა ხარ გუნსხვევია პოზიცია ოპოზიცია 5 ლარი მიწა, 5 ლარი მიწა ყველას. მე რა თქმა იმას 500 მიცე, მე 100 მომცე, ეს სამართლიანია? იგივე პრობლემები რაც საქართველოსაც უხებს. ოზურგეთში მეტი ვარესია და გროვებულია ყველა, ოზურგეთში პრობლემაა ყველგან. საქართველოს პროგრამა ყველგანაა, ყველა რაიონში. ოზურგეთი იქნება ლაჩხუთი თუ ჩოხატაური. არც ქარხანა მუშაობს, არც არაფერი არ მუშაობს ოზურგეთში. შეიძლება ასე? ასე შეიძლება ბებო? ხალხს ხილი აქვს, რაღაცა აქვს, ნობათი აქვს, ჩააბაროს უნდა, ამით ლუკმაპური სარჩო ექნება. მაგისტვის არავინ არ წუხს და ოზურგეთის ერთ-ერთ გადაუჭრელ პრობლემად მიმაჩნია დღეისათვის აი საზოგადოებრივი ტუალეტი თქვენს წინ რომ დგას და ოდესღაც აქ გურიელები ცხოვრობდნენ და არ შეიძლება გურიელთა ნაფუძარზე არსებობდეს ტუალეტი. პრობლემები მაგალითად ნარუჯის გზაზე არ გევლება დახრეშენ, მაგრამ ტვერი და გზაზე პრობლემა გზები არ ვარდა. პრობლემები, რომლებიც 1 ოქტომბრამდე არსებობდა, ხალხს ისევ აწუხებს. ოზურგეთელები იმედით ახლა საპრეზიდენტო არჩევნებს ელიან.